გავესაუბრებით ეკატერინა კოტრიკაძეს, ტელეკომპანია დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროს, მას ისე როგორც არაერთ ჟურნალისტს მძიმე გამოცდილება აქვს დიქტატურის პირობებში მუშაობის რუსეთში. ეკატერინა ახლა ამსტერდამიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეკატერინა, მოისმინეთ ალბათ თქვენს და იცით ისედაც, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადადის საქართველოში მედიასთან ბრძოლა რეჟიმის მხრიდან. ეს არის ერთი მხრივ მთლიანად ჩაკეტვა ფინანსური სახსრების მედიისთვის და ამასთანავე ცენზურის დაკანონება. საკანონმდებლო დონეზე იღებენ აი ამ ორი მიმართულებით გადაწყვეტილებას, როგორც აღმოჩნდა რუსული კანონი არ არის საკმარისად კარგი ბერკეტი ქართული ოცნებისთვის და კიდევ უფრო ამკაცრებს. რა ეტაპია ეს, როგორ ფიქრობთ, რომელზეც აი ახლა გადადის რეჟიმი, როდესაც მედიის განადგურებას აპირებს? ზუსტად ეტაპს ვერ დაგისახელებთ, ახლა ცხადია, მაგრამ იმასაც ხედავთ ყველა, რომ ახლა, როდესაც საქართველოში ხდება უდიდესი პროტესტი, რაც მე მაგალითად მახსოვს, რა ვიცი თქვენ თუ გახსოვთ, ახლა ამდენი წლის განმავლობაში, რაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მე არ მინახავს ამ მასშტაბების პროტესტი და ამ მასშტაბების დაუმორჩილებლობა საზოგადოების ადამიანებს და აი ზუსტად იმისთვის რომ ეს აღკვეთონ, რა თქმა უნდა, მათ უნდა მოსპონ დამოუკიდებელი მედია. ეს პირველი ნაბიჯია ყოველთვის, პირველი რასაც ფიქრობენ ნებისმიერ ტიპის ავტოკრატები არის მედიასთან ბრძოლა. როგორც რუსეთში ეს ხდებოდა, იქამდე სანამ ომი დაიწყებოდა, მშვენივრად გვახსოვს, რომ მაგალითად პუტინმა აღკვეთა ყველანაირი დაფინანსება უცხოეთიდან, მან დააწესა 20%-იანი ტაბუ, ანუ შეგეძლო რომ მიგეღო 20% დაფინანსება უცხოეთიდან, მაგრამ მას მერე უკვე ისიც გასაგები გახდა, რომ არანაირი დაფინანსება უცხოეთიდან არ შეიძლებოდა. იმ დროს, როდესაც ეს პირველი ნაბიჯი იყო გადადგმული, რუსეთში ჯერ კიდევ არსებობდა ბევრი უცხოური მედია, უცხოური მაგალითად ჟურნალები, Newsweek-ი, ეკონომიკის სხვადასხვა ტიპის გამომცემები და აი ეს ყველაფერი უკვე იმ დროს, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გვეგონა, რომ რუსეთში არსებობდა რაღაც სიტყვის თავისუფლება, ეს უკვე მაშინ გახდა პრობლემა პუტინისთვის. მე მაგალითად მახსოვს 2015-16 წელი და შემდეგ უკვე უცხოეთის აგენტების კანონი რო იყო მიღებული, თავიდან ხომ იმაზე იყო საუბარი, რომ შენ თუ იღებ დაფინანსებას უცხოეთიდან, ამ შემთხვევაში შენ შეიძლება დაგასახელონ უცხოეთის აგენტად. ამიტომ არც ერთი კაპიკი არ შეიძლება რომ მიგეღო არც ერთი მხრიდან. აი მე მაგალითად უცხოეთის აგენტად დამასახელეს იმის გამო, რომ თურმე მე მივიღე დაფინანსება და ვმუშაობ უკრაინის სახელმწიფოზე, რაც არის სავსებით გაუგებარი, რატომ უკრაინისთვის მუშაობ, არ ვიცი, საქართველოს მაინც ეთქვათ. მოკლედ, ბოლოს მივედით იქამდე, როდესაც აი ეს ფორმალობაც არ არის საჭირო რუსეთში, შენ შეიძლება არ მიიღო არანაირი დაფინანსება, მაინც უცხოეთის აგენტი იქნები, შენ ყველა ვარიანტში მოგსპობენ, დაგყურავენ, მოგკლავენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჟურნალისტი ხარ და არანაირი აი ეს საბაბი აღარ დაიჭირდება. ეკატერინა, აი რა დინამიკასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს და შედარებას ვაკეთებთ, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ერთ-ერთში მიდის იმ გზით მიდის ივანიშვილი ერთ-ერთში, რასაც აკეთებდა პუტინი რუსეთში. საქართველოში ეს ხდება ბევრად უფრო სწრაფად. ახლა აი რასაც მე ვუყურებ, არ ვიცი ამას ამის ერთგვარი სახელმძღვანელო გამოვიდა ის გზა, რაც გაიარა რუსეთმა. შესაძლოა, იმიტომ რომ ხედავთ ალბათ, რომ ის რაც ხდება რუსეთში, ხდებოდა წლების განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში, რაც პუტინი ხელისუფლებაშია, ეს ყველაფერი საქართველოში ერთ წელიწადში მოათავსეს. ეხლა რა თქმა უნდა, ესე პირობითად ვამბობ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მე მგონია, რომ იმის გამო, რომ საქართველო უფრო პატარა ქვეყანა, თუ იმის გამო, რომ ქართული ოცნება თulis, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, გულწრფელად შეიძლება თulides, რომ აი ნახევარი სახელმწიფო, ნახევარი საქართველო მის მხარეს არის. ბევრი მიზეზი შეიძლება ამას კონდეს, ან შეიძლება რატომღაც ძალიან სწრაფობენ, რადგან რაღაც ის ეშინიათ, დროში არიან შეზღუდულები, ამას
ბევრი ახსნა შეიძლება კონდეს. ნუ bottom line ის არის რომ ძალიან ეჩქარებათ. ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად იღებენ. აქვთ იმის იმედი რომ საქართველოში საზოგადოება დაიღლება ამდენი თვის განმავლობაში რასაკვირველია ადამიანებისთვის ძალიან რთულია აი ასე იარონ ყოველდღე მიტინგები რუსეთში მიტინგებს ეგრევე შლიდნენ ვახო აი შეგახსენებთ იქ ცოტა სხვანაირად უდგებოდნენ ანუ აი საზოგადოების აქტიურობას საქართველოში რომ დაშლები დაიწყო რამდენიმე დღის კვირის შემდეგ ეს შეწყვიტეს ხო აი ასეთი ხო პერმანენტულად აი ამ სასტიკ მეთოდებს მაინც აახლებენ ხოლმე და თან არის ინდივიდუალური ანგარიშსწორება კანონმდებლობის გაძლიერება და ასე შემდეგ. რუსეთში ცოტა სხვანაირად ხდებოდა დარბევები იყო ძალიან აქტიური. ახლა საქართველოში ცოტა სხვანაირად ხდება, მაგრამ ეს იქამ მაინც იმ მიზნამდე მიდის, ხო? ბოლომდე უნდათ რომ მოსპონ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. დიდი მადლობა.